მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ თესლის შენახვისთვის იდეალურ პირობებს. ჩვენ შოპებში თესლის შენახვას თაროებს და არა მაცივარში აქვს პრაქტიკული და ბიოლოგიური მიზეზები. აი რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს მომხმარებელი თუ თესლი მაცივარში ინახება. როდესაც თესლი ინახება მაცივარში და შემდეგ გამოგაქვთ ოთახის ტემპერატურაზე, ამას შეიძლება წარმოქმნას კონდენსაცია თესლის ზედაპირზე. ამ ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი აღმოცენება, ან ობის წარმოქმნა, რაც თესლს ნაკლებად სიცოცხლით უნარიას ხდის. მაცივარში თესლებმა შეიძლება განიცადონ ტემპერატურული ცვლილებები თუ მაცივრის კარი ხშირად იღება. ამ რყევებმა შეიძლება დაარღვიოს თესლის მიძინება და ნეგატიურად იმოქმედოს აღმოცენების სიჩქარე. ზოგიერთი თესლი მგრძნობიარეა სიცივის მიმართ და შეიძლება კარგად არ რეაგირებდეს მაცივარში ხანგრძლივ შენახვაზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ მაცივარი ძალიან ცივია და თესლი არ არის ადაპტირებული ცივ გარემოსთან. როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ თესლს, თვლიან, რომ მისი გაღებება მაშინვე შეუძლიათ. უშუალოდ მაცივიდან აღებული თესლი შეიძლება არ აღმოცენდეს ისე, როგორც მოსალოდნელია, თუ მომხმარებელი არ დაიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს თესლის ადაპტაციისთვის. რატომ ვირჩევთ სტაბილურ გარემოს? თაროზე თესლი ინახება სტაბილურ, მშრალ და ოთახის ტემპერატურის გარემოში, რაც იდეალურია თესლების უმეტესობისთვის. არ არსებობს კონდენსაციის და ტემპერატურის უეცარი ცვლილებების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შოპებში ორ კვირაში ერთხელ ივსება მარაგები და თესლების გრძელვადიანად განთავსების რისკი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ჩაბუთული თესლი, რომელიც ინახება მშრალ და დაბალი ტემპერატურის გარემოში, ზოგადად ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას მაცივრის გარეშეც. და თუ პრემიუმ ხარისხის წამყვანი სიდბანკების საკოლექციო თესლებს ეძებ, აუცილებლად მოდი გრინლაბში.